მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ჩართვაში ჩვენ როგორც ყოველთვის ვიმყოფებით ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც უკვე 350-ე დღეა საქართველოს მოქალაქეები პროტესტში იმყოფებიან. თქვენ იცით ამ პროტესტის მთავარი მოთხოვნები, ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ქვეყანაში, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ის რომ საქართველოს უნდა დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას, რომლის პროცესიც ქართული ოცნების ხელისუფლებამ შეაჩერა გასული წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მაშინ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები არ უღიარებია, ვინაიდან, როგორც თქვენთვის ცნობილია, დარღვეული იყო აქ რამდენიმე პრინციპი, რომელიც აუცილებელია დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისათვის და მისი აღიარებისთვის, ეს იყო ფარულობისა და საყოველთაობის პრინციპი. ეს საკითხი გასაჩივრებული ჰქონდა მაშინ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში და ასევე იმდროინდელი პარლამენტის ოპოზიციურ ნაწილს, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ ეს საჩივრები მაშინ არ განიხილა და არ მისცა ქვეყანას შესაძლებლობა დაეძლია პოლიტიკური კრიზისი. მას შემდეგ ვითარება ქვეყანაში კიდევ უფრო გამწვავდა და თქვენ იცით რომ ფაქტობრივად ერთი წელია საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში იმართება საპროტესტო აქციები, ყველაზე მასშტაბური აქციები იმართება ბათუმსა და თბილისში. და თქვენ ჩვენს ჩართვებში და ასევე სხვა მედია საშუალებებში თვალს ადევნებთ საქართველოს მოქალაქეების მოსაზრებებს, თუ რატომ დგანან ისინი ამ დროის განმავლობაში ქუჩაში, რას ითხოვენ, რატომ ითხოვენ და რატომ არის მნიშვნელოვანი ის, რომ დღეს ქუჩაში იდგე პროტესტში და საუბრობდე იმაზე, თუ რატომ არის ამ ქვეყნისთვის ფაქტობრივად დამღუპველი ევროინტეგრაციის პროცესში შეჩერება და იმ რეპრესიული კანონების გაუქმება, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებამ ამ ერთი წლის განმავლობაში ერთმანეთის მიყოლებით მიიღო და რომელიც მიმართულია ადამიანის უფლებების წინააღმდეგ, ფუნდამენტური უფლებების წინააღმდეგ არის ეს კანონები მიღებული. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ქართული ოცნების ხელისუფლებამ დააპატიმრა 150-მდე ადამიანი, მათ შორის არიან პოლიტიკოსები, 8 პოლიტიკური ოპოზიციური პარტიის ლიდერია ციხეში, როგორც იცით, მათ შორის ქალი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია, ასევე მედიის წარმომადგენლები, იცის რომ ზიამაღლობელია ციხეში და ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, პოეტები, მწერლები, სტუდენტები და ასე შემდეგ. ქართული ოცნების რეჟიმი ფაქტობრივად შეეხო საზოგადოების ყველა ფენას, ყველა წარმომადგენელს და ეს რიცხვი ფაქტობრივად იზრდება, არათუ მცირდება. და ისიც რომ ბოლო რეპრესიული კანონების გამო, რომელიც გულისხმობს აი ნიღბის ტარება საპროტესტო აქციებზე, ასევე ქუჩის გადაკეტვას ეძახიან, როდესაც მოქალაქეები ქუჩაში დგანან და ასე მოხატავენ პროტესტს და ამაზეც კი არის უმკაცრესი სასჯელები, მათ შორის ადმინისტრაციული პატიმრობები დაწესებული და სწორედ აი ამ რეპრესიული კანონების წინააღმდეგ იმაღლებს ხმას საზოგადოება, რომელიც ერთი წელია თითქმის ქუჩაშია და ამ ფორმით გამოხატავენ ისინი თავიანთ პროტესტს და თავიანთ სათქმელს ამბობენ იმას თუ რატომ უნდა დაუბრუნდეს ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას იმისათვის, რომ არ აღმოჩნდეს ის იზოლაციაში და ოკუპანტი რუსეთის პირისპირ მეგობრებისგან დაშორებული. ასევე მინდა გითხრათ, რომ დღეს მაგალითად ქართული ოცნების ხელისუფლებამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო მათი ხელისუფლების ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას წინააღმდეგ. ორ საქმეზეა სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებული. ერთი არის 20 ივნისის საქმე 2019 წლის გავრილოვის ღამე გახსოვთ ალბათ, როდესაც 10,000-ობით პროტესტში მყოფი საქართველოს მოქალაქეები დაარბიეს სასტიკად და რამდენიმე ადამიანმა მიიღო უმძიმესი ტრავმები, მათ შორის 2 ადამიანმა დაკარგა თვალი, მათ შორის იყო მაკო გომური. აი ამ ფაქტთან დაკავშირებით 5 წლის შემდეგ დაიწყეს გამოძიება, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება. ეს მაშინ, როდესაც
ფაქტობრივად ეს საკითხი შევიდა ქართული ოცნების პოლიტიკურ ინტერესებში და არა მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი და მათ შორის დაზარალებული ადამიანები ითხოვდნენ, რომ დაწყებულიყო გამოძიება და დამნაშავეები დაასჯელიყვნენ. ასევე მეორე საქმე ეს არის ჩორჩანას საქმე. იცით ალბათ, რომ ეს სოფელ ჩორჩანაში საოკუპაციო ხაზთან გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს დაიდგა ქართულ მხარისკენ საგუშაგო და თქვენ იცით, რომ შემოდგომაზე წულუკიანის ეგრეთ წოდებული კომისია სწორედ ამ საკითხს ედავებოდა გახარიას. თქვენ იცით, რომ ამ კომისიაზე იყო ის ერთხელ დაბარებული და მაშინ იდგა საკითხი ასე უსვამდა წულუკიანი და იქ მყოფი კომისიის წევრები საკითხს, რომ აი ამ საგუშაგოს გახსნით გახარიამ მაშინ გააღიზიანა რუსეთი, ოკუპანტი ქვეყანა, ასევე დე-ფაქტო ოსეთის ხელისუფლებაზე საუბრობდნენ, რომ მათთან შეთანხმების გარეშე მოხდა თურმე ამ საგუშაგოს დადგმა და ეს იყო რაღაც ახალი კონფლიქტის პროვოცირება, თუმცა ამ საკითხს ამ მოსაზრებას არ იზიარებდა თავად გახარია და ასევე სხვა ექსპერტები, ასე რომ ვთქვათ, ვინც ავისის მოსაზრებას მოვისმინეთ ამ საკითხთან დაკავშირებით ამ თვეების განმავლობაში. ასევე მინდა რომ გავესაუბრო აქ მყოფ ადამიანებს ამ საკითხთან დაკავშირებით და მოვისმინოთ მათი აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დასჭირდა ახლა სისხლისამართლებრივი დევნის დაწყება ქართულ ოცნებას მათი ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ, მაშინ როცა გახარიამ რეალურად უარი არ თქვა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე, მან არციები ჩახსნა ქართული ოცნების არალეგიტიმურ პარლამენტში და მისი პარტიის წარმომადგენლები შევიდნენ და არიან ამ პარლამენტში და აი ამის მიუხედავად ქართულმა ოცნებამ მაინც გადაწყვიტა, რომ დაეწყო სისხლისამართლებრივი დევნა უკვე დევნილობაში მყოფი მათი ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ. მეგობრებო, მოგესალმებით ბათუმელების ჩართვაში. გიორგი კირთაძეა აქ ახლების წარმომადგენლები. გიორგი, მოგესალმებით. ჩვენს მაყურებელს ვესაუბრებოდი ამ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით და დღეს თქვენ იცით, რომ ქართული ოცნების ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ დაიწყო სისხლისამართლებრივი დევნა. ხო, ეს პირველი ღარიბაშვილი იყო, ვის წინააღმდეგაც დაიწყეს დევნა, მაგრამ ის ასე რომ ვთქვათ, პატიმრობაში არ არის, გადაურჩა ჯერჯერობით პატიმრობას, მაგრამ დღეს სისხლისამართლებრივი დევნა დაიწყეს გახარიას წინააღმდეგ. სხვათა შორის იმ ფაქტზე, ხო, ერთი არის გავრილოვის ღამე და ჩვენ ვიცით, რომ მთელი 5 წლის განმავლობაში, მათ შორის მაკო გომური დაზარალებული, რომელმაც თვალი დაკარგა ამ დარბევების დროს, ითხოვდა, რომ დროულად ყოფილიყო ეს საქმე გამოძიებული. არაერთ ეთერში იჯდნენ ადამიანები და მათ შორის გახარიას უსვამდნენ კითხვებს, ხო, რომ ვინ გასცა ბრძანება ადამიანების დარბევის და ასე სასტიკად მოპყრობის. თუმცა აქამდე მთელი 5 წლის განმავლობაში კონკრეტული პასუხები არ მოგვისმენია, ხო? გახარია ერთადერთი იმას იმეორებდა, რომ მან დაიცვა სახელმწიფო და სახელმწიფოს დაცვა ნიშნავდა თურმე იმას, რომ თვალები დაეთხარათ ადამიანებისთვის. თქვენი აზრით, დღეს რაში დასჭირდათ გახარიას სისხლისამართლებრივი დევნა, როდესაც ეს ადამიანი ფაქტობრივად შევიდა ოცნების პარლამენტში და თვითმმართველობის არჩევნებშიც მიიღო მონაწილეობა, ხო? რაღაცნაირად აჰყვა, ასე რომ ვთქვათ, ოცნების დღის წესრიგს. რა არის მიზეზი, ხო? მოკლედ, პასუხები არ მოგვისმენია და პასუხებს არ გვისმენთ, ქმედებებს ვნახულობდი ჩვენ რუსული რეჟიმის წარმომადგენლებთან, რომლებმაც ნაცვლად იმისა, რომ თავის დროზე როცა მთელი ქვეყანა ამბობდა, რომ გახარია თვალთხარია და ესე არ შეიძლება და ადამიანები დაასახიჭრა, მოკლედ ძიმე ამბები მოხდა იქ, ამის ნაცვლად ამბობდნენ, რომ მან სახელმწიფო გადაარჩინაო და კიდე უფრო მეტად ამის დასადასტურებლად ჩინეთის პრემიერად იცავდნენ. თავიანთ უფროსად დანიშნეს. მთელი გუნდი შეიკრიბა და გადაწყვიტეს, რომ ეს არის ყველაზე სუფთა, მაგარი და ძლიერი კაციო და ჩვენი უფროსი უნდა იყოსო და ეს კინის რაღაცა პრემიერი და გვახსოვს როგორ ჩაატარეს, ხო? 20 არჩევნები და ასე შემდეგ. ამიტომ ხო მე მოვისმინე სხვა შორის იმ კოლგენს ეგრეთ წოდებულ კომისიაზე განცხადებები, რომ თურმე deep state-ის დავალება იყო და სხვა გზა არ ჰქონდა და ამიტომ დანიშნეს. საბოლოო ჯამში მოკლედ ბიძინა ივანიშვილი ხო ნებისმიერ გადაწყვეტილებას ღებულობს იმ კონკრეტულ სიტუაციაში რა არის მისთვის უფრო მნიშვნელოვანი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. მაშინ ჩათვალა, რომ ეს ნაბიჯი ქონდა მას გარესადგმელი, საერთოდ არ აინტერესებდა არც მაკო გომურის თვალი და არც სხვა დაზარალებულების მოქალაქის ბუნებრივია ჯანმრთელობა
მაშინ ჩათვალა რომ ეგ იყო საჭირო, ეხლა კიდე ჩათვალა რომ რაღაცა ფორმით მიუხედავად იმისა რომ ქვეყანაში ვერ ჩამოდის გახარია, მიუხედავად იმისა რომ აი ყველაფერი დაუთმორის დათმობაც შეეძლო ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში რეალურად კი რუსულ სპეცოპერაციაში შეყვა და სტატუს-კვო შენარჩუნების საშუალება მისცა, მიუხედავად იმისა რომ ამ ეგრეთ წოდებულ პარლამენტში შეყვა, ხო ამის მიუხედავად ჩათვალა რომ ეს კაცი მაინც არ უნდა ჩამოვიდეს არასდროს ამ ქვეყანაში, ყოველ შემთხვევაში რა საშიშროებას ხედავს დღეს დევნილობაში მყოფ გახარიას სახით ივანიშვილი. იცი რა, მე არ მგონია რომ ხედავს საშიშროებას, მე მგონია რომ ბიძინა ივანიშვილი საერთოდ ზოგადად ბოღმიანი ადამიანია, მართლა ეგრე მგონია, ვიღაცაზე რომ გაბრაზდა, ჩათვალა რომ ბოლომდე უნდა მოსყოს და გაანადგუროს ის და გახარიას წაკეკულცება მასთან რაღაცა ტიპის ესე ვთქვათ, ცდელობა იმისა რომ რაღაცას დაუთმობდა იქნებ ბიძინამ ცოტა მეც დამითმოს, რა შედეგითაც სრულდება, ყველანი კარგად ვხედავთ. გახარიამ დათმო ყველაფერი. მან დატოვა ქვეყანა. ანუ პოლიტიკურად დაათმობინეს, მაგრამ მაინც აღზრდა საქმე, ხო? და ამის მიუხედავად მას უარსებლებიან ქვეყანაში ჩამოვა. ესე იქცევა საერთოდ. როგორც ჩანს, დიქტატორები, ტოტალიტარული სისტემა. ისი მაგალითია თუნდაც გახარიას მაგალითი, რომ რას ამბობს ეს ფაქტი? რუსულ რეჟიმებთან დათმობით შედეგს და ფონს ვერ გადიხარ. 1990 წლის მარტი იყო არჩევნები, სადაც ეუბნებოდნენ, რომ მართალია სხვა მრავალპარტიული არ გვაქვს, მაგრამ რეჟიმი ეუბნებოდა, რომ ყველას გაქვთ მონაწილეობის მიღების უფლებაო. მაშინ ეროვნული მოძრაობის ლიდერს მათთვის რომ დაეთმოთ, ჩვენ დამოუკიდებელ საქართველოში მალევე ვერ ვიცხოვრებდი. პრინციპულმა წინააღმდეგობამ მაშინ ქართველი ხალხის მივიყვანა იქამდე, რომ მათ შორის სტუდენტების იქ შემშილობა იყო, დიდი გამოსვლები იყო, მივიყვანა იქამდე, რომ რეჟიმმა უკან დაიხია 90 წლის ოქტომბერში ჩაატარა მრავალპარტიული არჩევნები, 28 ოქტომბერს სხვადასხვა და ძალიან სიმბოლური იყო, ხო, 34 წლის თავზე. სწორედ 28 ოქტომბერს გამოვიდა პაპუაშვილი პარტიების გაუქმების მოთხოვნით. დაათმობინა მაშინ ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა და ესე მოხდა რუსული რეჟიმის დამარცხება. ასე რომ მათთან რაღაც რაიმე ტიპის თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, არის წყლის ნაყვა და შედეგის არ მომწან. წინააღმდეგობა, არ თანამშრომლობა რეჟიმთან და პრინციპული რაღაცა თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა არის ერთადერთი რაც ზოგადად რეჟიმებს და რუსულ რეჟიმებს ამარცხებს. კარგი. და ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. თემურ, თქვენც მინდა ჩაგრთოთ. თქვენც მინდა ჩაგრთოთ ბათუმელების ჩართვაში, რახან პოლიტიკურ საკითხს და თემას ვეხებით. გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყეს სწორედ ახლა და არა მაშინ, როდესაც ამას თვითონ დაზარალებულები ითხოვდნენ, როცა ხალხი ითხოვდა, მთელი 5 წელი გავიდა, ხო? და როგორც გიორგი აღნიშნა და როგორც ვიცით, გახარია სხვათა შორის ამ ამბების შემდეგ დააწინაურეს, პრემიერი გახადეს და თქვეს, რომ ეს იყო რაღაც სამაგალითო და დიდ ამბებს არიშურებდნენ, ხო? და დღეს დაიწყეს იმავე საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა და სხვათა შორის ფორმულირება ასე იყო პროკურატურის განცხადებაში, რომ ორი ადამიანის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ორგანიზებისთვისო რა, ანუ ორგანიზება გაუკეთებია გახარიას ამ ხალხის დაზიანების და რა არის ეს კლასიკური მეთოდი არის, რა ვიცი, აი ლენინის დროს სანამ ლენინი მოკვდებოდა პარტიაში მეორე კაცი ვინც იყო ტროცკი, ლენინი რომ მოკვდა გამოაცხადეს მოღალატედ. შემდეგ, რავი, ანუ მაგ ისტორიას რო გაყვე, კომუნისტურ პარტიაში ყოველი გარდაცვლის შემდეგ მომდევნო იყო მოღალატე, სულ ესე, ანუ მთელი ისტორია ესე გრძელდება და საბჭოთა მეთოდი არის ეგ. მე წლებია რო ჩემი შეხედულება მაგ გახარიაზე, მათ შორის რაღაცნაირად ხადია, მაგრამ როგორც ფაქტი და მინდა რომ შევაფასოთ, რომ როგორი ენით ლაპარაკობს რეჟიმი, თქვა. გახარია არის ადამიანი, რომელიც ფეხი აიდგა ზუსტად ისევე როგორც ბიძინა მოსკოვში, ბიზნესმენი იყო მოსკოვში და ჩემი არც უსაფუძვლო ეჭვით მოსკოვმა გამოუშვა პლან B-თ ბიზნეს შემცვლელად თუ დაჭირდებოდა საქმეზე როგორც იყო თავის დროზე ბიზნა, როგორც შემცვლელი ბადრი პატარკაცში. ამის გამოეჭვიანოს ბიზნა, თუ სხვა ფაქტორებიც არის. მაგის გამოეჭვიანოს, ანუ ბიზნამ როგორც მოიშორა თავის დროზე ბადრი პატარკაციშვილი და რაშიც მიშას დაეხმარა და შემდეგ მან გახდა რუსეთის პირველი არჩევანი, ზუსტად იგივე მიზანი ჰქონდა აქ, ну ალბათ ვეღარ აქ, მაგრამ ჰქონდა გახარიასაც, რომ თვითონ გამختارიყო რუსეთის პირველი არჩევანი. ბიზნა ახლა მაგის სულელი იყო, რომ მანაც პატარკაციშვილს ჩაუტარა, მაგას გაუტარებდა გახარიას და ფათივად მოიშორა. ის რომ მაგალითად ემიგრაციაში წასვლა აიძულა, ანუ ფიქრობთ რომ ივანიშვილმა მაინც არ ჩათვალა ის განეიტრალებულად? მინიმალურ რისკსაც კი დააკვირდით. არსად საერთოდ მინიმალურ რისკსაც არ უშვებს ხოლმე ბიზნა ივანიშვილი. აი ძალიან მინიმალური ბზარიც კი მისთვის არის მიუღებელი. აი რა ვიცი, ანუ ბოლომდე ანადგურებს ოპონენტს, ეს არის თვითონ არ შვება ამას საქმე იმაშია, რომ
რავი, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ აქ რაღაც დაწესებულებებში თვითონ პასპორტით და ეროვნებით რუსები ზიან და ამ საქმეს თვითონ აკეთებენ. აი ხო არის ხოლმე ხშირად, რომ აი მაგათაც პარტიების აკრძალვა. ანუ ისედაც აკრძალულია, რომ არც რესურსი ჩვენ არ გვაქვს რაღაცა არჩევნების, ანუ ლიდერების ხეში ყავს. არაფერი არ შეგვიძლია, ხო, მაგრამ არა მაინც ბოლომდე უნდა ჩაკლას, რომ ვაი და რამე ისეთი არ მოხდეს, რაც შეიძლება რომ გამოეპარონ. აი ზუსტად იგივე ამბავი იყო გახარია შემთხვევაში. ანუ ვაი და რამე ისეთი არ მოხდეს, რომ გახარია რუსეთისთვის არ გადაიქცეს ნომერ პირველ არჩევანად, სასწრაფოდ გასვლისა თავიდან ბოლომდე. ძალიან მარტივი არის. გახარია მცადა, რომ იქნება რაღაცა კონსტრუქციულობით, რაღაცა ბლა ბლა ბლა, იმით ამით რაღაცა იმ მოუდით მათ შორის სხვათა შორის, რასაც ეხლა ხაზარაძე აკეთებს, აი ისინიც ნაცები არიან, ესენიც ნაცები არიან, რაღაცა მეშუაშისტი ვარ და ყველაზე კაი ვარ და რა ვიცი, აქვე შემიძლია გითხრა, რომ იგივეს დამართებს ბიზინა ხაზარაძეს, ზუსტად იგივეს, იმიტომ რომ არ მოსულა რუსებთან რაღაცა არაფერი არ მოსულა თუ გერევა. ანუ შუა უნდა გაიკრიფოს, რომ იძახდა ივანიშვილი, ეს მომენტია, ხო, ყველა შუას კრიფოს პოლიტიკაში. ბიზინამ როგორ მოუგომიშას, მოვიდა, დააყენა საკითხი ასე, რომ აქეთ მე ვარ, იქით გიშა. ჩემი აზრით ბევრი იდიოტი, დებილი, მაგრამ რაღაცა რა უხერხემლო ხალხი შეკრიბა აქეთ და მართლა ეგრე იდგა 2012 წელს აქეთ თვითონ იყო და იქეთ მიშა. კი, ზუსტად ეგ არის ეხლაც გასაკეთებელი. ოღონდ ეხლა სხვანაირად, აქეთ ქართველები ვართ და იქეთ რუსები არიან. ანუ ამას თუ ჩვენ გავაკეთებთ, მაგრამ სამწუხარო ისე რომ ვერ ვაკეთებთ, იმიტომ რომ შიგნით ვიღაცებს თავიანთი ეგოები არ აძლევს ამის საშუალებას. თორე ჩვენ თუ დავაყენებთ საკითხს, რომ აქეთ ქართველები ვართ, ცუდები შეიძლება რაღაცა რა ვიცი, არაპროფესიონალები, იმფერები, ამფერები რა ეპითეტით შეგიძლია მოგივიდეს თავში, შეგიძლია უთხრა ამ ოპოზიციას დიდ ნაწილს იმსახურებენ კიდევაც ჩემი ჩათვლის თუნდაც, მაგრამ თუ დავაყენებთ საკითხს, რომ აქეთ ქართველები არიან და იქეთ რუსები და რუსების რუსობა ხო გარკვეულია, ყველა მიცის რომ ისინი არიან რუსები. უბრალოდ აქეთ რომ ქართველები ვართ და ერთად ვართ, ეს ვერ ჩამოყალიბდა, იმიტომ რომ ბიზნეს აქეთა ქართველებშიც ყავს თავისი ხალხი. და მინიმალურად როგორც კი რაღაცა ხუთი კაცი ერთად დადგომას გადაწყვეტს, იმ ხუთიდან ერთი ყოველთვის ბიზნეს კაცია და იქ იწყება რაღაცა ისა, რომ აი ის ნაცია იმან რაღაცა ატოდში წევდა რაღაცა ჩვენა იმან ის ეკნა, ამანას ეკნა, იმის რუბლებია და ეგრევე ფუძდება ყველაფერი. კი, ეგ არის გასაკეთებელი, რომ აქეთ ქართველები ვართ და იქეთ რუსები არიან და მაშინ ჩვენ ამომს მოვიგებთ. სანამ ეს არ მოხდება, მანამდე არაფერი არ მოხდება. მათ შორის მაგას ხელს უშლიდა გახარია, მათ შორის მაგას ხელს უშლის ხაზარაძე. ზუსტად იგივე დაემართება, შემიძლია ვივარაუდო ხაზარაძესაც რაც გაიარა გახარია. რა სცენარი შეიძლება იყოს მასთან დაკავშირებით? ბოლომდე როგორც კი შეეცდები რომ ნუ მილიონს რო თხოვენ გირაოს სახით და ახალი მუხლები რო წამოუყენეს. რაღაცა ჯერ არა, ჯერ ადრეა. რაღაცა ცოტა ხნის მერე, აი პარტიას არ გაუქმებენ სავარაუდოდ და ფიქრობ რომ დაიჭერენ? კი, რა თქმა უნდა, ზუსტად ვიცი რომ დაიჭერენ, კი. უბრალოდ ჯერ რაღაც სხვები აქვს მოსათაებელი, იმიტომ რომ ხაზარაძე მიუხედავად იმისა, რომ ეხლა შეიძლება მათ თუ საფრთხე არ იყოს, ცოტა ფული აქვს და ბიჭინას არ უყვარს ფულიანი ხალხი. და ზუსტად ვიცი რომ დაიჭერს, იმიტომ რომ მოსასპობიან ეს მოსაწმენია ეს სივრცე და ხო, ანუ ახლა მე გინდა მომსწრე და გინდა არ მომსწრე, რა ვიცი, ანუ არა მაქვს რესურსი და რაღაცა ურესურსოდ რაც შემიძლია ეს არის, რომ რა ვიცი, შეიძლება არ იყოს 3-2-5%, მაგრამ ფულს თუ დახარჯავს ხაზარაძეს თვითონ მას შეიძლება არა, მაგრამ ვიღაცაში თუ ფულს ჩადებს შეუძლია აიღოს და ბიჭნავის შემდეგ კარგად იცის. ეგრევე მოასპობს, ზუსტად ვარ დარწმუნებული, რომ გააკოტრებს ყველანაირად, პოლიტიკურად უკვე გააკოტრა, ფინანსურადაც გააკოტრებს, ყველაფერს დამართებს. ეგ დამართა ხაზარაძესაც, ანუ ეგეთი ხალხი არიან რუსები, არ არსებობს არსად ისტორიაში რომ რუსებს რამე შვალედი ქონოდათ, ანუ რა ვიცი, დააკვირდნენ. ეხლაც ხო არის რომ პუტინი რა ვიცი, ორ დღეში რომ ომი უნდა დაემთავრებინა, 4 წელია ომობს და რა ვიცი, უამრავი მილიონი, მილიარდი ზარარი. ანუ რადიკალიზმი ახასიათებს რეჟიმს. ან ბოლომდე, ან არა. და ეხლა ბიზნესა შეუძლია ბოლომდე გავიდეს, ყველაფერი მოსპოს, ყველა გასრიშოს და მაგაშვილო მათ შორის ეგ არის გახარიას ნაწილიც. კი, გახარია თავისი შესწავლით უცა შეეძლო. ჩემი შეხედულებით და მიუხედავად შეეძლო ხოსების ძალიან ღრმად დაზიანება. არქნა ეგ დაიჭირა შუაშისტური პოზიცია, შეეცადა რომ რუსეთისთვის გამختارიყო. და თუ გახარია ან მოიაზრებოდა მეორე რუსულ ძალად, არის ის რუსული რეჟიმის ბუნება, რატო დაუშვა ეგ შეცდომა? ვცდილობდა რომ აი როგორც თავის დროზე ისე შუაშისტურად და შუალედურად გაძვრა ბიზნა, ეხლა რუსებს აქ არასდროს არ ყოლიან, ერთმა გაიხსენეთ ვინ იყო ნინო ბურჯანაძე, გაიხსენეთ ვინ იყო ლევან ვასაძე, გაიხსენეთ ვინ იყო რა ვიცი ლევან მამალაძე რა, გაიხსენეთ ეხლა რო არიან ალტინკოსროზე ქვია. კონსერვატორები არასოდეს რუსეთს ერთი არჩევანი არ ყოლია. ბევრი არჩევანი ქონდა. რუსეთი ყოველთვის ამზადებდა, აქვია მაგას ქართულად სათადარიგო მოთამაშე. მათ შორის ერთ-ერთი ეგეთი რიგითი მოთამაშე იყო, სათადარიგო მოთამაშე გახარია. მათ შორის აი როგონია ბევრს რომ ბიძინა
ალტინფოს და ვიღაცებს არ შეეხება ზუსტად ვიცი რომ მაგათაც მოაშორებს იმიტომ რომ ეგენი ყველა სათადარიგოები არიან და ბიზნეს არ უყვარს სათადარიგოები ბიზნეს არ უყვარს კონკურენტი არც რუსებთან რო ეკონკურენტება იმენა არ უყვარს კონკურენტი არც საქართველოში რო ეკონკურენტება ეგრე მუშაობა კარგი ვთქვათ ვიცით ბიძინა როგორ აპირებს ოპონენტებთან გასწორებას მაგრამ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს რა შეარყევს პროტესტში არიან საზოგადოება ხალხი ნუ ოპოზიცია მაინც მეტნაკლებად დასუსტებულია თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხის გავრცელებას აი თუ ჩვენ პოლიტიკური იდეოლოგიური რაღაცა იმნაირი ამნაირი შეხედულებისთან მიუხედავად არ აქვს მნიშვნელობა მე სოციალისტი ვარ ის კომუნისტია ვიღაცა ლიბერალია ანუ ჩვენ უნდა გავიაზროთ რომ ჩვენ ვართ ომში ამას ხშირად ვამბობ ხოლმე უკრაინაში როდესაც არის ახლა ომი უკრაინელი ჯარისკაცები ერთმანეთს არ ეკითხებიან შენ ის იგწამს ან ის იგჯერა ეკონომიკური შეხედულები გაქვს არა ყველას უჭირავს თოფი და ომობს ყველა ომობს მათ შორის იქ არიან ვიღაცები ვისაც შეიძლება კერძო ვიცი ეგეთები თუმცა არ მოსწონს ზელენსკი ეხლა არავინ არ არის მეტრიალებული და ზელენსკის არ ბრაზდება არ აგინებს არ აკრიტიკებს არ ეჩხუბება საერთო მტერი ყავს გასამართლებელი კი ომში არიან აი როდესაც ჩვენ ერი მთლიანად ერთად მეც და თქვენც თქვენი პროფესია ჟურნალისტიკაა ჩემი პროფესია პოლიტიკა ან რა ვიცი სხვა არ აქვს მნიშვნელობა გავიაზრებთ რომ ჩვენ ყავს ერთი მტერი შენი არაღი მიკროფონია ჩემი არაღი რაღაცა სხვა რამე და მივტრიალდებით და ყველა ერთად გადავწყვეტ რომ რუსები არ გვინდა მიუხედავად ჩვენი რაღაცა იარაღებისა ომი გვაქვს უკრაინელი ჯარისკაცები უჭირავთ თოფები, მაგრამ ჩვენ უბრალოდ ეხლა ბომბები არ გვესვის და სხვა თოფებით ვომობთ. მაშინ ესეც ომია, აი კალმით ომს ეძახდნენ, მაგას მე საკუთი დასაწყისში. ეხლა ცოტა სოციმედიით ომი დაიწყო, მაგრამ ნუ ეგ არის. თუ ესე გავერთიანდებით ყველა ერთად და გვეცოდნება რომ ომში ვართ და ეს ომი გვაქვს მოსაგები, ეგ არის ერთადერთი შანსი, რასაც ჩვენ შეიძლება მოვიდოთ. ერთადერთი შანსი ეგ არის 100%-იანი შეიძლება არა, მაგრამ ეგ არის შანსი. სანამ ჩვენ ესე ვართ, რომ აი რაღაცა ომში დაგვიდით, აბა ანუ ბევრია ადამიანი, ვინც იძახის, რომ აი რუსები გვაზიან თავზე, მაგრამ ხვდები რომ სხვანაირად იქცევა, ანუ სხვანაირად იქცევა. უყურებთ რომ სიტყვებით სხვა რა. ჩვენ ისიც მოვისმინეთ, რომ ცდილობ დღის წესრიგის შექმნას, ხო, თქვათ ყოველდღე ბრიფინგებს ატარებს და თითქოს კორუფციას ებრძვიან და თქვათ წვრილ მოხელეებს იჭერენ. გახარიაზე სისხლის სამართლებრივი დევნა ხომ არ არის სანახაობის ერთ-ერთი ნაწილი. თუ ორივე აწყობს ამ შემთხვევაში და ორივენაირად შეიძლება გამოიყენოს ეს ფაქტორი. ეს კაგებეშნიკური მეთოდი. ანუ ყველა წარსული ისტორია რაღაცა რატომ მომიწია, მაგრამ მომიწია ის საბჭოთა ისტორიასაც შესწავლა. ეგ არის შიშის ფაქტორი. ანუ როდესაც გამოდის ვიღაცა ხალხი და რაღაცა ეს დავიჭირეთ, ის დავაკავეთ, რაღაცა ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი ადამიანებზე. ამას ოპოზიციაში თუ არა ოპოზიციაში მდგომი საქართველოს მოქალაქეები უყურებენ და სამწუხაროდ ინერგება შიში. ფიქრობენ ის ნახე ღარიბაშვილს დაიჭირეს, ისის დაიჭირეს, ესეს დაიჭირეს და მოდი რაღაცა ჩვენს რამე არ ვთქვათ, ზედმეტი არ წამოგხვდეს, არაფერ სტატუსი არსად დავწეროთ, რაღაცა რამე პროტესტში არ გამოვხატოთ, რომ ჩვენთ არ დაგვიჭიროთ. ეგ არის დაშინების ერთ-ერთი მეთოდი. სამწუხაროდ იმუშავა, მაგრამ ამ აქციებზე ხო გახსოვთ რამდენი ადამიანი ძალიან ბევრი. აღარ არის დიდი ნაწილი, მათ შორის დაკავების ეშინია, დიდი ნაწილი სხვა რამის ეშინია. რეპრესიები. ანუ ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი. ეხლა მაგას როგორც კი გადალახავენ, ეგ მაგაშიც აწყობთ, იმაშიც აწყობთ, რომ ღარიბაშვილზე და იმ მის კლანზე ბოღმაც ჰქონდა ბიზნეს რო რაღაცა ესენი რამეს ხომ არ მიჩალიჩებენ ამ ბავშვი. მაგნაწილიც მოამთავრეს, პლუს ფულებიც აახიეს, ბიზნეს ფულიც აქ ამოსაღები პარალელურად, კარგად იცის თუ რამდენი მოპარა რიჟვაძემ და იმას თხოვს გიჟი არ არის. რიჟვაძე ის უთხრა რომ შენ აქ უნდა იყო და მე უნდა მომიტანო და აი მან აღმოაჩინა რომ რაღაცები ისე მოიპარა რომ ბიზნესთან არ მივიდა და ხო, მაგასაც ამოვარტოვეს, პლუს შიშთან ერგავს და ძალიან ანუ ისინი ხშირად ვამბობ ხოლმე, ამას ისე კარგად მუშაობენ, ჩემპრები რო არ იყვნენ, აი ტაშს დაუკრავდი, ისე დალაგებულად, წყობრად, გაწონასწორებულად. მეთოდოლოგიურად მუშაობთ თვითონ თუ ეს და აი სწორი სიტყვა თქვა დაკვირდით, მაგალითად აი ხომ არავინ არ იცის რა არის deep state. მაგრამ როგორც კი გამოვა ღარიბაშვილი და deep state-ს ახსენებს, პოსტივი, მაესტრო, ხო, მაესტრო, რუსთავიორი, TV1, აჭარის საზმაო ყველა აბარაპარაკდება deep state-ს. პარალელურად ჩემთან გულოს სოფელში ბირჟაზე ჩემ მეზობელიც ალაპარაკდება deep state-ს და 9 საათში თელმა საქართველოს მიწის სიტყვა deep state იყო რომ შინაარსი არავინ არ იცის. ჩვენ რო გამოვიდეთ და ეხლა მე რო დავიწყო რაღაცა რა ვიცი, ნებისმიერი შეგრავა 4-ის აქცია ხო იყო მაგალითად.
ჩემი აზრით მნიშვნელოვანი ამბავი. ვიღაცას მოგწონდა, ვიღაცას არ მოგწონდა, ვიღაცა ვაკრიტიკებდით, ვიღაცა ისე კითხვას ვამბობთ, ვიღაცა ასე კითხვას ვამბობთ და ვერც გაპიარდა ეს ამბავი. ჩვენ კოცებს პიარი მოვუგეთ ერთადერთხელ რუსული კანონის დროს. მაგ დროს მეც რუსულ კანონს ვიძახდი, თქვენც რუსულ კანონს ვიძახდით, რაღაცა ლელოც, NGO-ები წვევიც და წააგეს ეგ. და მათ შორის კოცებსაც კი წამოსდებოდა ზოგჯერ რუსული კანონი, იმიტომ რომ ეგ წააგეს. მაგის გარდა ჩვენ არ გქონია ერთი აზრი არსად. ანუ ჭირდება საზოგადოებას ერთიანობა და ერთ ენაზე საუბარი ამ პროტესტში, ხო? ჩვენ აქეთ ხარეს ბევრია. უბრალოდ აქეთ ხარეს იმიტომ ვაგებთ, რომ ვიღაცას გონია რომ რაღაცა რა ვიცი კონსერვატიზმი კაია, ვიღაცას გონია რომ რაღაცა რა ქვია ლიბერალიზმი კაია, ვიღაცას გონია რომ რაღაცა შუაშისტობა კაია და თუ გამოვდივარ მე სიტყვაზე და ვიძახი რომ რაღაცა რა ვიცი მცირე ან რავი გადავაყირაოთ კოცებს სიტყვაზე თუ ამბობ, ვიღაცა გამოდის და ანუ არასწორად ვაკეთებ ფოკუსს თუ რას გულისხმობ, მაგრამ ამ პროტესტის მიზანი ხო ცხადია რუსული მთავრობის მოშორება, ხო? მაშინ რატომ არ ხდება ეს რაღაც ერთ აზრზე ჩამოყალიბება თუ რეპრესიები მოქმედებს? მე ვიყავი 4-ში თბილისში. რაღაცა რო გამოაცხადეს ორგანიზატორებმა, რომ რაღაცა წავიდეთ სადღაც, რომ მოვტრიალდი რუსთაველის ქუჩას რო შევხედე, რავი, 90% რუსთაველიდან გაქანებული არის, ხო? და 90% სემიჩკას ჭამდა რუსთაველში. ოღონდ მართლა. არ ვიცი რა ქვია მაგას, ზესუნი. ანუ უყურე ხალხი, იქ მდგომი ხალხისთვის ეს ლიდერები არ იყვნენ ის ხალხი, ვის გარშემოც გაერთიანდა. კი ბატონო, ეს არის რაღაც სხვა ტიპის თემა, მაინც რო გადავიდეთ, თუმცა ფაქტია რომ მეორე მხარეს ყოფ ადამიანებსაც ჭირდება რაღაც მეტი ერთიანობა, ხო? კი, მაგრამ ანუ ეგ არის ჩვენ ყველა ერთად ერთ აზრზე რომ ვიქნებით, მე ვარ ლიბერალი და სიტყვის გამოხატვის თავისუფლების ალბათ აქ მის გარდა მაგაცი ყველაზე უფრო მომხრე, მაგრამ ომში თქვენ ჩემზე კარგად იცით, ომში ხო ჟურნალისტიკა არ მუშაობთ, ომში თქვენ ხო არ გახვალთ და არ იტყვით რომ აგერ არიან ჯარისკაცები, იგერ აქ ბომბა ხო, ანუ ომში ხო სხვა კანონები მუშაობთ. აი ეს არის ზუსტად, ანუ ეხლა არის ომი და ჟურნალისტისთვისაც ჩემი აზრით სხვა კანონი უნდა მუშაობდეს. ჩემთვისაც სხვა კანონი უნდა მუშაობდეს და ყველას უნდა გასაცნობიერებული იყოს, რომ ჩვენ ვართ ჯარისკაცები, ვართ ომში და ჩვენი იარაღი უნდა იყოს მიშოვილი იქ. რომ დავამთავრებთ, ხშირად ვამბობ ხოლმე, ოპოზიციაში იმდენი ყავს, საცილებელი, მაგრამ რუსს რომ მოვიცილეთ, მე მოვტრიალებით და მე და გვარამია ვიკამათებ. დიახ, საზოგადოება პრინციპში მაგაზე შეთანხმებულია, რომ სამართლიანი არჩევნების შემდეგ თვითონ აირჩევენ როგორი ხელისუფლება უნდა. ეს ვერ ჩვენ ერთად ვერ ვართ, ანუ ვერ ჩამოვაყალიბეთ ის დოქტრინა, რაც ბიზნესმა 2012-ში ჩამოაყალიბა. გასაგებია. ნუ არ იქეთში. მადლობა თემურ მოსაზრების გაზიარებისათვის. ბათუმელების ლაივს ვინც ახლა შემოუერთით, შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვიმყოფებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც უკვე 350-ე დღეა საპროტესტო აქციები იმართება და ამ აქციების მთავარი მოთხოვნა არის სამართლიანი არჩევნების ჩატარება ქვეყანაში, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საქართველოს დაბრუნება ევროინტეგრაციის გზაზე. არჩევნებამდე სხვათა შორის, როცა ქართული ოცნება პირდებოდა, რომ ისინი ღირსებით აპირებდნენ ევროპაში შესვლას და ამ სლოგანს არ იშორებდნენ მთელი არჩევნების განმავლობაში, დღეს და თქვეს, რომ თურმე 2028 წლამდე შეაჩერეს უბრალოდ ევროინტეგრაციის პროცესი და შემდეგ აუცილებლად შევალთო, დღეს უკვე შეიცვალა მათი რიტორიკა და ვინც კობახიძეს უსმენთ, უკვე აშკარად იკვეთება მის რიტორიკაში ის, რომ არც 2028 წლის შემდეგ არ არის მათ გეგმებში ევროინტეგრაციის პროცესის განახლება და ამ შემთხვევაშიც ისინი რეალურად ატყუებენ თავიანთ ამომრჩეველს. თქვენ შეგიძლიათ მოусმინოთ მის განცხადებებს, მათ კომენტარებს, იგივე ევროკავშირთან დაკავშირებით, ბრიუსელთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარებთან დაკავშირებით და ალბათ ადვილი ძნელი არ იქნება იმის გაგება, რომ ქართული ოცნება რეალურად არ აპირებს ევროკავშირში გაწევრიანებას და არც აპირებს, რომ ეს მათ მიერვე დაზიანებული პროცესების აღსადგენად რაიმე გააკეთონ. ასევე ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ დღეს გიორგი გახარიას წინააღმდეგ დაიწყეს სისხლის სამართლებრივი დევნა იმ საქმეზე, რა საქმეზეც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ითხოვდა ამ წლების განმავლობაში გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას. დღეს სხვათა შორის გავრილოვის ღამეს
ღამის გამო საპროტესტო აქციებზე დაზიანებული, დაშავებული მაკო გომურის კომენტარიც გავრცელდა, სადაც ის ამბობს, რომ არაპირებს ქართული ოცნების სასამართლოში მისვლას და ჩვენების მიცემას, რადგან მისი აზრით გიორგი გახარიაც კი იმსახურებს იმას, რომ სამართლიანმა სასამართლომ გაასამართლოს და არა ქართული ოცნების რეჟიმმა. ასეთია მისი პოზიცია. მე მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ჩვენთან იყავით, გვისმენდით. ჩვენ განიღებთ ინფორმაციას, ასევე დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენების შესახებ, ასევე სხვა სიახლეების შესახებ. თქვენ შეგიძლიათ ინფორმაცია მიიღოთ ბათუმელები ჯის გვერდზე, ასევე როგორც ჩვენი Facebook-ის გვერდიდან, ასევე ვებ გვერდიდან. მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ ყურადღებისთვის და გემშვიდობებით, დაგიბრუნდებით ხვალ ამ დროისთვის, დროებით.